ახლა მე გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ადგილი, სადაც ხარება და გოგიას ამ სცენებს იღებდნენ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ისტორია აი ამ სიმღერის ჩაწერის ამბავს ახლავს თან. ფილმის ამ სცენებს თურმე ზამთარში იღებდნენ, თუმცა უნდა შეექმნათ ისეთი ეფექტი, თითქოს მოქმედება ზაფხულში ვითარდება და სამოსის შესაბამისი აცვიათ. საკმაოდ ციოდა თურმე იმ აივანზე ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლის და გიორგი შენგელაიამ ფილმის რეჟისორმა მერაბ ანდრონიკაშვილს, რომელიც ამ ფილმში მღერის და რომელიც ნამდვილი ანდრონიკაშვილების შთამომავალია, სთხოვა რომ რაიმე ძველი სიმღერა ემღერათ, ისეთი როგორცაც მღეროდნენ თავადები. ჯორჯაძეების ოჯახში მერაბ ანდრონიკაშვილს მისი პაპისგან ჰქონდა მოსმენილი ეს სიმღერა, ეს იყო სიზმარი, ძველი ქართული რომანსი და როგორც ბატონი მერაბ მეუბნება, ესე თათარიახნად, ანუ ნაუცვათევად იმღერეს ეს სიმღერა, მართლა არაჩვეულებრივად მოუხდა იმ სცენას, რომელსაც იღებდნენ და გარკვეული შინაარსით ჩიავსო ის. დასრულდა ეს გადაღება და მოგეხსენებათ იმ პერიოდში ქართულ ფილმებს ახმოვანებდნენ. არ არსებობდა სისტემა, რომელიც მაშინვე ჩაიწერდა აი ამ სიმღერას და გავიდა რაღაც პერიოდი და მერაბ ანდრონიკაშვილი გიორგი შენგელაიამ, რომლის ბიძაშვილიც იყო, დაუძახა კინოსტუდიაში და სთხოვა რომ გაეხმოვანებინათ ეს სიმღერა. დაიწყეს გახმოვანება დიღომში, ახალ კინოსტუდიაში და დაახლოებით საათნახევრის შემდეგ მიხვდნენ რომ ვერაფრით ვერ ახმოვანებენ სინქრონში, ანუ ფილმში ფირზე გადაღებული სიმღერა არ ემთხვევა იმ ხმას, რასაც ახმოვანებენ. და ეს უკვე საკმაოდ პრობლემა იყო, იმიტომ რომ მაშინ მოგეხსენებათ რა ღირდა ფირი, რა ღირდა ჩამწერი და აქ მერაბ ანდრონიკაშვილმა უთხრა თავის მამიდაშვილს, რომ აბა თუ გახსოვს ჩვენ როგორ ჩავწერეთო გურჯაანში, როგორ ვიმღერეთ ეს სიმღერაო. რადგან ციოდა გადამღებმა ჯგუფმა დალია ღვინო და იყვნენ ცოტა სასმელის ზემოქმედების ქვეშაც და აი ასე შეასრულეს ეს სიმღერა. ამიტომ ეხლა ჩვენ რომ მივიღოთ იგივე შედეგი, უნდა დავლიოთ რამეო. გიორგი შენგელაია გაიქცა იქვე დიღომის ბაზარში და იქიდან მოიტანა თურმე პომიდორი, მწვანილი, ყველი, 2 ბოთლი ღვინო, პატარა სუფრა გაშალეს კინოსტუდიაში სახელდახელოდ და როცა დალიეს პირველივე დუბლში ზუსტად სინქრონულად ჩაწერეს ეს სიმღერა და აი ესეთ სახალისო ისტორია ახლავს აი ამ ფილმის გახმოვანებას.